კონტეინერები მოძრაობენ, გემები დგებიან და სხვები ზღვაში გადიან. კომერციული აქტივობა არასდროს ჩერდება Haifa სპორტში, მაგრამ მომავალში მისი როლი შეიძლება ბევრად სცილდებოდეს თავად პორტს. ეს შეიძლება Haifas ერთ-ერთ მთავარ გოლად აქცევს, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ამ ხედვის ცენტრშია ინდოეთი, შუა აღმოსავლეთი ევროპის ეკონომიკური დერეფანი, ანუ IMEC. ეს არის ამბიციური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი სავაჭრო მარშრუტის შექმნას, რომელიც ინდოეთს ევროპასთან დააკავშირებს სპარსეთის ყურისა და შუა აღმოსავლეთის გავლით. საუბარია. აქ საუბრობ დიდ სტრატეგიულ პროექტზე, რომელიც წარმოდგენილია როგორც სუეცის არხის ალტერნატიული და დამატებითი სავაჭრო მარშრუტი. ის აერთიანებს როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ტრანსპორტირებას. მარშრუტი იწყება ინდოეთში, სადაც საქონელი საზღვაო გზით იგზავნება სპარსეთის ყურის პორტებში. იქიდან ისინი რეგიონში რკინიგზის ქსელით გადახალთ Haifas პორტამდე, საიდანაც კვლავ გემებით იგზავნება ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპასა და გლობალურ ბაზრებზე. გეგმის მიხედვით, საქონელი ინდოეთიდან სპარსეთის ყურეში საზღვაო გზით იგზავნება. შემდეგ კი ხმელთაშუა ზღვისკენ რკინიგზებისა და სატრანსპორტო მარშრუტების ქსელით გადააქვთ. იქიდან ისინი კიდევ ერთხელ გემებზე დაიტვირთება და ევროპაში გამგზავრების საბოლოო ეტაპზე გადაიყვანება. და სწორედ აქ შეიძლება გახდეს Haifas პორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მისი მდებარეობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და იორდანიასთან სიახლოვე პორტს სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს შემოთავაზებულ დერეფანში. Haifa შეიძლება გახდეს მთავარი სატრანსპორტო პუნქტი აღმოსავლეთიდან ჩამოსული საქონლისთვის, სანამ ისინი დასავლეთისკენ ევროპის მიმართულებით გააგრძელებენ გზას. ბევრი წლის განმავლობაში Haifas პორტი საკუთარ თავს განსაზღვრავდა როგორც პორტს, რომელიც ასევე განკუთვნილი იყო ისრაელის სახელმწიფოს აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებისთვის. ჩვეულებრივ ხალხი ფიქრობდა პალესტინის ავტონომიაზე ან იორდანიაზე, ზოგიერთები კი ერაყზეც. მაგრამ ბოლო წლებამდე არავის უფიქრია, რომ Haifas პორტი შეიძლება გამხდარიყო კარიბჭე, დამაკავშირებელი რგოლი შორეულ აღმოსავლეთსა და ევროპისა და შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილებს შორის. ეს არის რაღაც ახალი, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში გაჩნდა და ჩვენ რა თქმა უნდა ვიღებთ ამ იდეას, რადგან Haifas პორტის მდებარეობა მართლაც სტრატეგიულია შორეულ აღმოსავლეთსა და ევროპას შორის. საკითხავია, როგორ უნდა განხორციელდეს ეს პრაქტიკაში. მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში გაჩნდა იდეა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პორტები საუდის არაბეთისა და იორდანიის გავლით პირდაპირ Haifas პორტს რკინიგზით დაუკავშირდეს. და ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მანძილს თუ რუკას შეხედავთ. Haifas ქალაქიც ნეგევის ყურის კოალიციის ნაწილია. 53 ქალაქისა და დასახლების ალიანსი Haifasა და Beit Sheanis ველის რეგიონებში. ამ საზოგადოებებს იმედი აქვთ, რომ პორტის რეგიონალური და საერთაშორისო როლის გაფართოება ფართო სარგებელს მოუტანს ამ რეგიონს. ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად პოზიციის გაძლიერებით, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებით პორტთან, ახალი ინვესტიციების მოზიდვით და სამუშაო ადგილების შექმნით ტრანსპორტში, ვაჭრობასა და სერვისებში. იმ მომენტში, როცა პროექტი რეალობად იქცევა. როგორც კი IMEC განხორციელდება, ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ ძალიან სტრატეგიულ ქალაქად ვიქცევით, რადგან ყველაფერია გაივლის და რეალურად ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და წამყვანი სატრანზიტო კვანძი ჩვენს რეგიონში. და ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. თუ დასრულდება, ეს კორიდორი ინდეთსა და ევროპას შორის ტვირთის გზის ნაწილს შეამოკლებს და ამავდროულად გახსნის დამატებით სავაჭრო მარშრუტს, რომელიც პორტებს სპარსეთის ყურესა და ხმელთაშუა ზღვას დააკავშირებს. მაგრამ IMEC კვლავ ამბიციურ პროექტად რჩება და ამ ხედვის რეალობად ქცევა მრავალი გამოწვევის გადალახვას მოითხოვს. სარკინიგზო ქსელების აშენებიდან და დაკავშირებიდან დაწყებული იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შეთანხმებებამდე, რომლებიც მარშრუტზე მდებარე ქვეყნებს შორის არის საჭირო. Haifas პორტს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები და გამოცდილება აქვს როგორც კვალიფიციური მუშახელისა და გამოცდილი პერსონალის მხრივ, ასევე თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ობიექტებით. პორტი ასევე აღჭურვილია უახლესი ამწეებითა და თანამედროვე საოპერაციო და კომპიუტერული სისტემებით, მათ შორის პორტის ოპერაცია მართვის ციების მართვისთვის განკუთვნილი TOS სისტემით. ეს ყველა შესაძლებლობა Haifas პორტს საშუალებას აძლევს კონკურენცია გაუწიოს ახლო აღმოსავლეთის წამყვან პორტებს და გააძლიეროს თავისი პოზიცია, როგორც მთავარი სავაჭრო კარტე, რომის კარიბჭე, რომელიც რეგიონს ევროპასა და გლობალურ ბაზრებთან აკავშირებს. და ერთ დღეს აქ Haifas პორტში შეიძლება დაიწყოს კონტეინერის გრძელი მოგზაურობის საბოლოო ეტაპი. მას შემდეგ, რაც 1000 კილომეტრი გაიარა ინდოეთიდან, ყურის გავლით და ახლო აღმოსავლეთის გავლით, სანამ სხვა გემზე გადაიტვირთება ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში გასამგზავრებლად. დღეს Haifa უკვე ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო კარიბჭეა. ხვალ კი ის შეიძლება გაცილებით მეტრამედ იქცეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რგოლი ორ კონტინენტს შორის და ცენტრალური ჰაბი ახალ სავაჭრო მარშრუტზე, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებს.